ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რომ რატომა რომ ზოგი იდეას თითქოს ჰაერშივე ვიჭერთ. აი ეგრევე გვესმის. ზოგის გაგონებაც კი არ გვინდა. კი, და თქვენს მიერ მოწოდებული მასალა სწორედ ამ კითხვას სვამს. ზუსტად. რატომ შეიძლება ერთი და იგივე ამბავი, თქვათ, სახარებისეული გზავნილი, ერთისთვის იყოს რაღაც უაზრო ზღაპარი, მეორისთვის კი მთელი ცხოვრების აზრი, გადარჩენა. საინტერესო ისაა, რომ ამ მასალის მიხედვით პასუხი სულაც არ არის ინტელექტში ან განათლებაში. არა, ხო? არა, თავარი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენი უნარი მოვისმინოთ რამე პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილები ვართ. ანუ საკუთარი თავით და ამ სამყაროთი. დიახ, თითქოს რაღაც ფილტრი გვაქვს, რომელიც ამ კმაყოფილების დონით რეგულირდება. მაშასე, მოდით ჩაუღრმავდეთ ამ იდეას. ვნახოთ, როგორ შეიძლება, რომ თვითკმაყოფილებამ აი პირდაპირ მნიშვნელობით სმენა დაგიხსოს. და რა ბზარები უნდა გაჩნდეს ჩვენს მსოფლ მხედველობაში, რომ სრულიად ახალი ამბის მოსასმენად უცებ მზად გავხდეთ. მოდით, პირველი იდეიდან დავიწყოთ, რომელიც ჩემი აზრით მთელი ანალიზის ქვაკუთხედია. ის, რომ კმაყოფილი ადამიანი ფაქტობრივად ყრუა. დიახ, ეს ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია. არაფრის მოსმენა არ სჭირდება, ხო? არ სჭირდება. თუ შენ, ასე ვთქვათ, სავსე ხარ, თუ თვლი, რომ ყველაფერი რიგზეა, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია. მით უმეტეს კრიტიკული. დიახ, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც შენს ნაკლოვანებაზე მიგანიშნებს, უბრალოდ გამაღიზიანებელია. ადგილი არ არის შენში. და აქ საინტერესო რამ შემოდის. თუ ჩვენ არ უსმენთ იმას, ვინც პრობლემაზე გველაპარაკება, მაშინ ვის უსმენთ? აი ზუსტად. ვინ ხდებიან ჩვენი ავტორიტეტები ამ დროს? წყაროში მათ ძალიან ზუსტი სახელი აქვთ. მიწიერი მახარებლები. მიწიერი მახარებლები? დიახ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით გვიქადაგებენ, რომ აი ამ სამყაროში სრული ბედნიერება შესაძლებელია. მოიცა, ანუ გამოდის, რომ ყოველი Forbes-ის გარეკანი, ყოველი Instagram ინფლუენსერი, რომელიც იდეალურ ცხოვრებას გვთავაზობს, კი. ძვირადღირებული მანქანებით, მოგზაურობით, სრულყოფილი სხეულით, ეს ყველაფერი ფაქტობრივად სახარების კონკურენტი ხდება. ზუსტად ეგ არის ამ არგუმენტის არსი. ეს სუპერმენები ქმნიან ილუზიას, რომ პრობლემა არ არსებობს. ისინი გვეუბნებიან, შეხედე, მე მივახციე. ეს შესაძლებელია. უბრალოდ მეტი იშრომე, მეტი იშოვე და შენს ჩემნაირი გახდები. მაშინ როცა სინამდვილეში მასალის ავტორის აზრით, ისინი ისეთივე ნაკლოვანები არიან, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ამას ძალიან კარგად ნიღბავენ. ისინი კიდიან ილუზიას. და ამ ილუზიაზე დიდი მოთხოვნაა. რა თქმა უნდა. და ამ ფონზე, როცა შენი სამყარო სავსეა ასეთი მიწიერი მახარებლებით, რომლებიც წარმატებაზე გესაუბრებიან, მათ ეს სახარების მოსმენა, სადაც საუბარია სინანულზე, ცოდვაზე, სისუსტეზე. ეს უბრალოდ უინტერესო ხდება, არარელევანტური. ეს არის ამბავი პრობლემაზე, რომელიც შენი აზრით არ გაქვს. სუსტად. კარგი, ეს გასაგებია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამ იდეალურ სურათში ბზარებს ამჩნევს? რა არის კატალიზატორი? ეს არის გარდამტეხი მომენტი. და ის, როგორც წესი, პირადი და ძალიან ღრმა იმედგაცრუებით იწყება. ანუ უბრალოდ ცუდი დღე სამსახურში არ კმარა. არა. ეს არის სამყაროს ფუნდამენტური ნაკლის აღმოჩენა. აი, როცა აცნობიერებ, რომ ყველაფერი, რასაც ხედავს, კვდება. ულამაზესი ყვავილი ხმება, ძლიერი ხელპება. შემდეგ ამას უკვე საკუთარ გარემოცვაში ხედავ. როგორ ბერდებიან შენი მშობლები, ბებია ბაბუა. კარგავენ ძალას, სილამაზეს, მეხსიერებას და ხდებიან უმწეოები. ალბათ ყველას ქონია ის მომენტი სარკეში, რომ მიხედები და პირველ ნაოჭს ამჩნევ, რომელიც თითქოს გუშინ იქ არ იყო. წყაროს მიხედვით სწორედ ეს პატარა პირადი ბზარებია კარიბჭე. დიახ. კარიბჭე უფრო დიდი კითხვებისკენ. და ამას ემატება საკუთარი არასრულფასოვნების განცდა. მასალაში საინტერესო შედარებაა ცხოველებთან. კი, ეგ მართლა საინტერესოა. ჩვენ ხომ ვამაყობთ ჩვენი ინტელექტით, მაგრამ ფიზიკურად რამდენად უსუსურები ვართ. სპილო ჩვენზე ძლიერია, ავაზა ჩვენზე სწრაფი. არცივს უკეთესი მზერა აქვს. ზუსტად, ჩვენ გვჭირდება ტანსაცმელი, სახლი, მედიცინა რომ გადავრჩეთ.
როდესაც ამ ყველაფერს აცნობიერებ, სამყაროს კდომას და საკუთარ სისუსტეს, მაშინ ჩნდება კითხვა. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? კი, რისთვის ვიბრძვი თუ ყველაფერი წარმავალია? და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ხტები მზად, მოისმინოს სრულიად სხვა ტიპის ამბავი. კარგი, ესე იგი ადამიანი მიდის სრულ იმედგაცრუებამდე. მაგრამ რატომ არის პასუხი აუცილებლად რელიგიური? იქნებ ფილოსოფიას მიმართოს, ან ხელოვნებას, ან უბრალოდ ცინიკოსი გახდეს? იმიტომ რომ ეს მასალა ამტკიცებს, რომ ფილოსოფია, ხელოვნება ან ცინიზმი პრობლემის ფესვს ვერ ეხება. ანუ პრობლემას ვერ აგვარებენ. ვერა, ისინი ან ხსნიან პრობლემას, ან გვეხმარებიან მის ატანაში, მაგრამ ვერ აგვარებენ. სახარებისეული გზავნილი კი თავისი არსით არა ახსნა, არამედ გადაწყვეტა. ეს არის ცნობა, რომ სამყარო შემოქმედი თავად მოდის ამ მომაკვდავ სამყაროში და ამარცხებს მთავარ პრობლემას სიკვდილს. და გთავაზობს არა უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელებას, არამედ რაღაც სრულიად ახალს. დიახ, აღდგომას, სრულიად ახალ, უხრწნელ სხეულს, და ახალ ცას, და ახალ დედამიწას. ერთი წამით, ამ ტერმინზე შევჩერდეთ, ახალი ცა და ახალი დედამიწა. ანუ წყარო გულისხმობს, რომ ეს სამყარო თავისი მიდრეკილებით ხაოსისკენ, ენტროპიით, განწირულია, ზუსტად. რომ მისი შეკეთება შეუძლებელია. დიახ, ფიზიკის კანონი, ენტროპია, აქ თეოლოგიურ განზომილებას იძენს. წყაროს მიხედვით ეს სამყარო დაპროგრამებულია კოდომაზე. გასაგებია. ხო და ნებისმიერი მცდელობა აქ ავაშენოთ მარადიული სამოთხე თავიდანვე განწირულია. ამიტომაცაა შემოთავაზება ასეთი რადიკალური, არა რემონტი, არამედ სრული ჩანაცვლა. და თუ ეს ამბავი არ გახარებს, ავტორის ლოგიკით ეს ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ პრობლემის მასშტაბს. მაგრამ ეს ხო არ ქმნის ერთგვარ ელიტიზმს, თითქოს ეს გზავნილი მხოლოდ მათთვისაა, ვინც საკმარისად დაიტანჯა. რა უყოთ იმ ადამიანს, რომელიც ბედნიერია, არა იმიტომ, რომ თვითკმაყოფილია, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ კარგი ცხოვრება აქვს. ეს ძალიან კარგი კითხვაა. წყარო არ ამბობს, რომ ტანჯვა თვითმიზანია. ის ამბობს, რომ რეალობის დანახვაა მთავარი. აჰა. ბედნიერი ადამიანიც კი, თუ ის გულწრფელია, ხედავს, რომ მისი ბედნიერება დროებითია, მისი ჯანმრთელობა, მისი ახლობლების სიცოცხლე. ყველაფერი წარმავალია. დიახ, ამიტომ საკითხი დგას ასე, კმაყოფილი ხარ იმით, რაც აუცილებლად დასრულდება, თუ ეძებ იმას, რაც მარადიულია. ამ არჩევანის წინაშე წყაროს მიხედვით ყველა დგას. კარგი, მივედით ყველაზე რთულ ნაწილამდე. აღდგომა, ახალი სხეული. ეს ყველაფერი ჩვენს გამოცდილებას სცილდება. ჩვენ ხო არასდროს გვინახავს ვინმე მკვდრეთით აღდგარიყო? რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება დაიჯერო ის, რაც შენი გონისთვის სრულიად უცხოა? აქ მასალაში ძალიან კარგი ანალოგიაა. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ ომალოში, მთაში, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადამიანს აუხსნათ რა არის თანამედროვე ტოკიო. ალბათ გიჟად ჩამთვლის. რა თქმა უნდა, თქვენ უყვებით ცათამჯენებზე, რომლებიც ხრუბლებს სცდება. ცაში მოძრავ მატარებლებზე. მიწისქვეშა ქალაქებზე და ტრანსპორტზე, რომელიც საათში 340 კილომეტრს გადის. მისი გამოცდილებიდან ეს ყველაფერი არის ფანტაზია, ტყუილი. ეს შესანიშნავი ანალოგია. ანუ, საქმე ფაქტებში კი არა, მათი აღქმის ჩარჩოში ყოფილა. ზუსტად, ტოკიო არარეალური კი არ არის, ის უბრალოდ იმ ადამიანისთვის დაუჯერებელია. ასევეა აღდგომის ამბავიც. ჩვენი მიწიერი გამოცდილება ეწინააღმდეგება. დიახ. ამიტომ წყარო ამტკიცებს, რომ აქ ინტელექტი უძლურია. ეს არ არის მათემატიკური ამოცანა. აქ შემოდის რწმენის ფაქტორი, ანუ ენდობი თუ არა იმას, ვინც ამ ამბავს გიყვება. ანუ იესო ქრისტეს როგორც იმას, ვინც იქ იყო, ვინც ამ ტოკიოდან ჩამოვიდა. დიახ. და რადგან იმ რეალობის აღწერა ჩვენი ენით შეუძლებელია, ის ამას იგავებით გადმოსცემს. აქაც მნიშვნელოვანი დეტალია, ეს არ არის სულხან საბასი გავარაკები. მიწიერ სიბძნეზე? არა. ეს არის თეოლოგიური მინიშნებების სხვა რეალობაზე, მეტაფორების ენით. კარგი, გასაგებია, რომ წყარო გთავაზობს ამ რადიკალურ ძეციურ გამოსავალს, მაგრამ ბევრი იფიქრებს, რატომ გჭირდება ეს. იქნებ უბრალოდ აქ დედამიწაზე უკეთესი სისტემის აშენება შეგვიძლია. უბრალოდ კარგი მთავრობა გვინდა, კარგი კანონები. კი, სამართლიანობა. რას ამბობს წყარო ამ იდეაზე? ავტორის აზრით ეს არის კაცობრიობის მთავარი და მუდმივი ილუზია. დიახ,
ისტორიაში არსებობდა პერიოდები, რასაც ოქროს საუკუნეებს ვუწოდებთ. პერიკლეს ათენი, დავით აღმაშენებლის საქართველო. კი, რომის იმპერია. ეს იყო პერიოდები, როცა მართლაც მოდიოდა ძლიერი ნიჭიერი თაობა და ქვეყანა ყვაოდა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს თაობა მიდის. და მოდის სხვა, რომელსაც შეიძლება სულ სხვა ღირებულებები კონდეს და ყველაფერი დაანგრიოს. ბიბლიური მაგალითია მოყვანილი. ეგვიპტეში იოსეფის დროს კეთილდღეობა იყო, მაგრამ მოვიდა ახალი ფარაონი, რომელიც არ იცნობდა იოსებს და მთელი სისტემა თავდაყირა დააყენა. ანუ წყარო ამტკიცებს, რომ ვერანაირი პოლიტიკური სისტემა ვერ მოაგვარებს ფუნდამენტურ პრობლემას. ადამიანურ ბუნებას, სიბერეს და ყდომას. ბედნიერების ეს კუნძულები ისტორიაში მხოლოდ დროებითი ეპიზოდებია. ანუ წყარო ფაქტობრივად ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური утоპია თავიდანვე განწირულია, რადგან ის მხოლოდ სიმპტომებს ებრძვის. დიახ, ეს არის არგუმენტის არსი. შენ ცდილობ დაალაგო ოთახები გემზე, რომელიც იძირება. გასაგებია. შეიძლება დროებით უკეთესი პირობები შექმნა, მაგრამ გემის დანიშნულების ადგილს ეს ვერ შეცვლის. მაშ თუ პრობლემა ასეთი ფუნდამენტურია. ვინ არის ამ მასალის მიხედვით შემკეთებელი? შემკეთებელი, წყაროს თანახმად, არის იესო ქრისტე. და მისი მოსვლა აღწერილია არა როგორც უბრალოდ კარგი მაგალითი, არამედ როგორც კოსმიური მოვლენა, რომელმაც ძველი სისტემა დაასრულა. გაუქმდა შუამავლების საჭიროება. ღვთელები, რიტუალები. დიახ, ყოველგვარი შეწირვა, ყველაფერი, რაც მანამდე ადამიანსა და ღმერთს შორის იდგა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მიეცა ღმერთთან პირდაპირი უშუალო კავშირის შესაძლებლობა. დიახ, ყოველგვარი ინსტიტუციური ბარიერის გარეშე. და აქ წყარო საკმაოდ კრიტიკულ და რადიკალურ აზრს ავითარებს. მოიცა, აი ის ნაწილი, როდესაც ის ადარებს საქართველოს ეკლესიის სტრუქტურას 38 ეპარქიით საბჭოთა ბიუროკრატიულ სისტემას. ეს ხომ ძალიან თამამი შედარებაა. დიახ, ეს მართლაც ძლიერი განცხადებაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ წყარო ამით რწმენას კი არ აკრიტიკებს, არამედ იმ სტრუქტურებს, რომლებიც მისი აზრით ადამიანსა და ღმერთს შორის დგებიან. არგუმენტი ასეთია. ქრისტემ მოიტანა ახალი აღთქმა, რომელიც არის პირდაპირი პირადი ურთიერთობა. ძველი აღთქმა კი მოითხოვდა შუამავლებს. მღვდელმთავარს, ლევიანებს. კი, ტაძრის რიტუალებს. ავტორის აზრით, ბევრი თანამედროვე რელიგიური ინსტიტუცია თავისი იერარქიითა და წესებით უფრო ძველი აღთქმის მოდელს იმეორებს, ვიდრე იმ თავისუფლებას ქადაგებს, რომელიც ახალმა აღთქმამ მოიტანა. ანუ წყარო ამტკიცებს, რომ რელიგიური ინსტიტუტები, რომლებიც ღმართთან მისასვლელ გზად მოიაზრება, შეიძლება პარადოქსულად თავად იქცნენ ბარიერად. სწორედ ამაშია იდეა. გზავნილი არის ის, რომ ქრისტემ ეს ყველაფერი გააუქმა. ადამიანს სრული თავისუფლება და მამასთან პირდაპირი ურთიერთობა მიანიჭა. გასაგებია. შესაბამისად, მოწოდებაა, რომ ადამიანი დაუბრუნდეს ამ პირველად უშუალო კავშირს, როგორც მასალაშია ნათქვამი, ის რაც დაძველდა აღარ იხმარება. დღეს ჩვენ საკმაოდ ღრმად ჩავედით ამ მასალაში. დავინახეთ, როგორ შეიძლება პირადი კმაყოფილება იქცეს კედლად, რომელიც გვიცავს სამყაროს არასასიამოვნო, მაგრამ ფუნდამენტური ჭეშმარიტებისგან. და რომ მხოლოდ ამ კედელში ბზარების გაჩენის შემდეგ ვხდებით მზად, მოვისმინოთ რადიკალურად ახალი ამბავი. საბოლოო ჯამში ყველაფერი მგონი ერთ მთავარ კითხვამდე დადის, არა? კი, კითხვამდე, რომელსაც ეს მასალა გვისვამს. შენ ცდილობ ამ წარმავალი სამყაროს უკეთესი ვერსია შექმნა, თუ მის ფუნდამენტურ პრობლემას, ყდომას, სიბერეს, ენტროპიას ეძებს შველას. და შენი პასუხი განსაზღვრავს საერთოდ გესმის თუ არა ის, რასაც გთავაზობენ. და გაქვს თუ არა ამის მოსმენის სურვილი. და ბოლოს, ერთი აზრი თქვენთვის დასაფიქრებლად. წყაროში ნათქვამია, რომ ისტორიაში არსებობდა ოქროს საუკუნეები, რომლების ყოველთვის მთავრდებოდა. იმიტომ, რომ ისინი წარმავალ ფასეულობებზე დაფუძნებულ კმაყოფილების ილუზიაზე იყო აგებული. თუ მთელი საზოგადოებები შეიძლება ასე დაბრმავდნენ, რა ფარულ ბზარებს შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ ჩვენ საკუთარ პირად ოქროს ქანაში და ამის გამო რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გრჩება ყურს მიღმა.